პირველი მასწავლებელი და მაგალითის მიმცემი, ყურადღებიანი, მზრუნველი და სიყვარულის გამზიარებელი. ასე იხსენებენ პატრიარქს ადამიანები, რომელთა ცხოვრებაშიც უწმინდეს გამორჩეული ადგილი ეკუთვნის. ისტორიები პატრიარქის მზრუნველობასა და განსაკუთრებულ ნიჭზე გაიგო პიროვნების განცდების შესახებ, მის სიცოცხლეშიც არაერთხელ გვსმენია და ბევრი ამ რწმენის ძალა მიიყვანა მასთან. გასული 40 დღის განმავლობაში არაერთხელ მოვისმინეთ იმის შესახებაც, თუ როგორ ანუგეშა ცხოვრების აზრი დაუბრუნა, გადაარჩინა და სიყვარული ასწავლა მასთან მისულებს. რწმენა ქართველი ადამიანისთვის ის სულიერი ძალაა, ის საყრდენია, რომელმაც გადაარჩინა ქართველი ხალხი, ამბობდა პატრიარქი. სწორედ ამ რწმენითა და 49 წლიანი მზიანი ღამით წინამძღოლობდა საქართველოს ეკლესიას სიყვარულის პატრიარქი. გიორგი იდუკაშვილისა და ვაჟა მაქარაშვილის რეპორტაჟი. მამა იყო. ადამიანი, რომელიც ძალიან ახლოს არის ღმერთთან. ჩვენ უწმინდესი არის მაშვრალი. რაც გააჩნდა, აბსოლუტურად ყველაფერი გასცა. სიყვარულის პატრიარქი იყო. პირველ როდესაც დავინახე პატრიარქი, სადღაც სკოლის ასაკში ვიყავი, მე და ჩემი მეგობარი წავედით სიონში, იმიტომ რომ გამეგო, რომ აი ახალი პატრიარქია. თუმცა მაშინ იცით როგორი დრო იყო, რაღაცა მღვდელს რო დაინახავდი, სამჯერ უნდა გადაგეფურთხებინა. არაფერი არ ვიცოდით ეკლესიაში. დავინახე პატრიარქი და რაღაც საოცარი შთაბეჭდილება მქონდა, თვალს ვერ წყვიტავდი. 13 წლის ვიყავი, როდესაც პირველად სიონის საკათედრო ტაძარში ფეხი შემოვადგი. მახსოვს, ზარების რეკვა დაიწყო და ვიყურები გაოცებული თვალებით და ამ დროს ვხედავ, რომ შემობძანდა უწმინდესი. რომ დავინახე უწმინდესი, ჩემი პირველი შთაბეჭდილება იყო, რომ ეს ვინ არის? საოცარი მადლი გადმოვიდა, აი საოცარი ცრემლი წამომივიდა, რომ უყურებდი, ვფიქრობდი, რომ ეს ადამიანი როგორია და ღმერთი ვინ იქნება. ანუ თამამად შემიძლია ვთქვა, რომ უწმინდესმა მაპოვნინა ღმერთი. მიქაშვეთის სტიხაროსანი ვიყავი, მიქაშვეთისთან დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ერთხელაც რომ მოვდიოდი საპატრიარქოსკენ სიონში მივდიოდი. რამდენიმე ვიყავით და შეგხვდა პატრიარქი და გვეკითხება, საიდან ხართო, ვინ ხარ? ჩვენ ხარკაშვეთელები ვართ. აი ესეთი დიდი სიყვარული და სითბოთი მიგვიღო ეს რამდენიმე სტიხაროსანი ვიყავით. აი პირველი წუთები ეს მახსოვს. ჯერ კიდევ როდესაც ჩვენ უწმიდესი ეფრემ მეორე იყო, საქართველოში გამოჩნდა ახალგაზრდა კაცი. დიდი იდეები, დიდი მისწრაფებები და დიდი ამოცანით. ეხლა შორეულ ამოცანა გავიგოთ, მაშინ უნდა ერთი პატარა ის გავიხსენოთ, რომ ღმერთმა გამოგვიგზავნა ორი ილია. ილია ჭავჭავაძე და ილია შიოლაშვილი. ერთ-ერთ შაბათის ლოცვაზე, საღამოს ლოცვაზე მიმიყვანეს მის უწმინდესობასთან და გააცნეს ჩემი თავი, რომ აი აქვს ურამის სურვილი, რომ სიონის საკათედრო ტაძარში იმსახუროს მნათით. და მის მოუწმესობამ დამლოცა მკითხა, გამესაუბრა, რამდენი წლის ვიყავი, თუ რას ვაკეთებდი და ისე მოხდა, რომ პერიოდში გადაწყვეტილი მქონდა უკვე, რომ სასულიერო სემინარიაში ჩამებარებინა. ნაბიჯი რაც გადიდგა, უკვე პატრიარქად კურთხევის შემდეგ იყო, რომ ჩატარდა საკმარისად მასშტაბური აღდგენითი გასუფთებული სამუშაოები სიონის საკათედრო ტაძარში და მე ახლა შეიძლება მაგ დროს არცმაგდენი ცოდნა გამოცდილება მქონდა, მაგრამ მაინც აი ამის გამო რომ სამართალიერო ჩვენ ქმედებასა დანიშნა სამხატვრო სამუშაოების ზედამხედველები. მაშინ შეფცევაზე მე რომ მოდი ცოტა უნდა იყოს კანონებში არ ქრისტიანულ კანონებში და ცოტა ახალი ვიფიქროთ, ახალი ფორმით რომ ხატრული ღირებულობა გქონდეს და დამთავრდა ჩვენი უწმინდესი და საკურთხევლის წინ გავაკეთე ვაზის მოაჯირო.
მითხრეს რომ უწმინდესი გეძახისო და მივედი დავით შოქიმის უწმინდესობასთან იქ სკამზე ბრძანდებოდა და მითხრა რომ გურამიო მოემზადეო შემდეგ კვირასო დიაკვნად უნდა გაკურთხოთ. ეს იყო მართლაც ჩემთვის განსაკუთრებული სიხარულის მომჭებელი ეს სიტყვები და ის თელეკვირის მანძილზე ვცდილობდი რომ მეკითხა დაუჯდომელები ფსალმუნები ლოცულობდი და ვავედრებდი უფალს რომ გამძლიერებულიყავი. რა თქმა უნდა მე შემდგომში ისე მოხდა რომ წირვაზე ის მოწმენდესობა მაკურთხა ერთი კვირის შემდგომ დიაკვნად და დაახლოებით 7 თვის შემდგომ მის მოწმენდესობამ ისევ სიერნის აკადემიურ ტაძარში მაკურთხა მღვდლად და მღვდლას კურთხევის შემდგომ მომილოცა რა თქმა უნდა დამლოცა. აქ ერთადერთი მონასტერი იყო სამთავროში და პირდაპირ არ გაგვიშვა უნდოდა რომ გვენახა აი როგორ დიდი მონასტერი როგორ ფუნქციონირებს. ჩვენ არც ვფიქრობდით მაინდა-მაინც მაშინ არც ვიცოდით რა იყო მონასტერი, მაგრამ აი ნელ-ნელა გვიბიძგებდა იქითკენ. თვითონ ლოცულობდა რომ მონასტრები აღორძინებულიყო საქართველოში. იქ ერთი თვე ვიყავით და მართლაც რო ჩამოვედით იქიდან, ალბათ ყველას სხვა და 5 ადამიანი ვინც იქ ვიყავით, წავედით მერე მონასტერში. თავის წვეულებებზე როცა ქონდა დაბადების დღე ან ანგელოზის დღე, გლახაკებს და დიდ წმინდანებს ბაძავდა და არა მარტო სიტყვით ცხოვრების წესით, მის უფრაზე იჯდა შულმშიერი, ობოლი, გლახაკი, აი ესეთი იყო პატრიარქი. უშუალოდ ამდაბალი და უბრალო და სახალხო. ერთხელ იყო ესეთი შემთხვევა, რომ როდესაც ეს დედები იყვნენ მასთან მოსულები, ყველას მოეფერა, ანუგეშა გულში ჩაიხუტა და როდესაც ისინი წავიდნენ, უწმინდესი თვალცრემლიანი იყო მაშინ, როცა ტიროდა და თქვენ უწმინდესობა რატომ სტირითო და იმიტომ რომ ყველას შვილი აქ იდგაო და მე ვტირი, იმიტომ რომ ისინი ვერ ხედავდნენ და მე ვხედავდიო. მისი ყოფნა მოქმედებდა ყველაფერზე. აი ფილარმონიაში ერთხელ რაღაც კონცერტი იყო და პატრიარქი რო იყო, რა თქმა უნდა რომ შემობძანდა ყველა ფეხზე ადგა, კონცერტის ბოლოს ყველა ფეხზე ადგა და პატრიარქმა დაიწყო გალობა. მთელი დარბაზი გალობდა მასთან ერთად. იუმორიც ქონდა, როცა ძველით ახალწელს 15 იანვარს ყოველთვის მობრძანდებოდა უწმინდესი ტაძარში სამადლობელ პარაკლისს აღასრულებდა. როდესაც დასრულდა პარაკლისი, გამობრძანდა უკვე მანქანაში უნდა ჩამჯდარიყო და ჩვენ გამოყევით ვაცილებდით ბოლომდე. და როგორ მახსოვს მე უკან მივყვები და ესე გაუგეს კარები უნდა ჩაშდეს და ესე გამომხედა ეს შოკოლადი ჭეს და აი მე რა მაქვს და მისი გამიხარ და მეგონა რომ მემაძლევდა და არ მოგწევ ჩაიდო ჯიბაში. ჩვენთან მოვიდა ერთი ანგლიკანი სასულიერო პირი და გითხრა რომ აიო წამოდითო მონაზვნებიო. მე მაინდა-მაინც არ მომინდა, მაგრამ პირდაპირ ორივე რო ვთხარ და მოთხრი პატრიარქმა უნდა გვაკურთხოს და მე უთხრა პატრიარქს. პატრიარქმა უპასუხა ძალიან მარტივად, ჩვენ მებაღეობა უფრო გვაინტერესებსო და მებაღეებს გამოგიგზავთ. ანუ ხვდებით, აი მე გადამარჩინა, არც იმას არ აწყენინა რა. ბოლო სათქმელი ჩემთვის რომ შევხვდებოდი ახლა უწმინდესობას და იქნებოდ პირველ რიგში შენდობას ვითხოვდი, რომ ისეთი ღირსეული მოძღვრებას ვერ ვწევ, როგორცაც უნდა ვიმსახურებდი, რა თქმა უნდა. პირველად ვეტყოდი, რომ ძალიან მიყვარს. როცა ვიღაცას ან რაღაცას კარგა მე ხვდები და შენდობას ვთხოვდი, რომ ისეთი ყდელი არა ვარ, როგორც ეკადრება საქართველოს პატრიარქს და ლოცვაში მოხსენებას ვთხოვდი, რომ ისი ლოცვით მეც გადავრჩე და ჩემი სამცხოს გადარჩეს და საქართველოს გადარჩე. რა ვიცი, ალბათ დღეები არ მეყოფოდა რომ მეთქვა და მელაპარაკა მისთვის. ფიზიკურად რო უკვე შეწუხება გამოდიოდა მასთან შეხვედრა, ხო გითხარით. დღე ფიქრით ღამეს სიზმრით ველაპარაკებოდი ხომ და აი ეს გავაკეთე. შენ ხარ მენახი, მენა მიმერთმია და კიდე ერთხელ ვისაუბრებდით ჩვენ არსზე, ჩვენ ყოფაზე და ჩვენ ფუნქციაზე ამ ქვეყანაში. ვეუბნები უკვე სულ როგორც ადრე ვეუბნებოდი რომ შემინდო უწმინდესო რომ ვერ გავაკეთე ყველაფერი ის რასაც ჩემგან მოელოდი და გინდოდა
როგორც და ხა შემაძლებინა რომ ისეთი ვიყო როგორ შენც გაგიხართ. ალბათ ისევ ამას ვეტყოდი რომ ძალიან მიყვარს. ყველაზე ძალიან მიყვარს და ვეტყოდი რომ უფლისთვის ეთქვა ეს სიტყვები რომ მადლობა უფალო რომ პატრიარქი გვაჩუქა ეს წლები. რომ პატრიარქი იყო ჩვენთან.